პირველ რიგში მოგესალმებით კოლეგებო. როგორც მე მოგეხსენებათ, ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 3 თებერვალს პარლამენტმა მიიღო დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზე შეიქმნება ფასების შემსწავლელი კომისია და აღნიშნული კომისიის ფარგლებში ჩვენ შევისწავლით ფასებს პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვებ პროდუქტებზე, ასევე საწვავზე და მედიკამენტებზე. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული კომისიის ფარგლებში ჩვენი მიზანი იქნება, რომ ღრმად გავეცნოთ სექტორში არსებულ გამოწვევებს, ბიზნეს ოპერაციებს და საერთო ჯამში გავარკვიოთ თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება აღნიშნულ სექტორებში პროცესების უკეთესად გამოსწორება მივიღოთ და საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დადგენილების პროექტის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, კომისია დაკომპლექტებული არის 7 პარლამენტის წევრით კოლეგით მართლმადიდის პარტიის მხრიდან და 7 ოპოზიციის მხრიდან და რეგლამენტის მიხედვით პირველი საორგანიზაციო ხდომაზე კომისია ირჩევს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, ასევე შევიმუშავებს დებულებას. შესაბამისად, დღევანდელი ხდომა ამ რეჟიმში წარიმართება და მე ვთხოვ შევსწავლებას კოლეგას კალბატონინოს რომ მადლობა ბატონო შოთა. მოგესალმებით კოლეგებო, რეგლამენტის მიხედვით ჩვენ წარმოგიდგენთ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას ბატონ შოთა ბერეკაშვილი და გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანდიდატურას. ვინ არის თანახმა? მადლობა. გთხოვთ ბატონ თავმჯდომარე გააგრძელოთ ხდომა. დიდი მადლობა. შემდეგ ჩვენ შემოგთავაზობთ, რომ ავირჩიოთ თავმჯდომარის მოადგილე და სარსულთაუდო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლელი საქართველოს პარლამენტის დორების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას შემოგთავაზებთ ქალბატონ ეკა ზეფაშვილს. გთხოვთ უღაროთ კენჭი, ვინ არის მოხრე. დიდი მადლობა და ბოლო საკითხი გვაქვს, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ დებულება რეგლამენტის თანახმად დებულება გადმოგზავნილი იქნა, ალბათ გქონდათ დრო რომ გაეცანით, თუ რამე კითხვები გაქვთ, რად ვართ მოგისმინოთ. გამარჯობათ. პირველ რიგში გავეცანით დებულებას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირე დრო გქონდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი მოსაზრება წარმოდგენილ დებულებასთან დაკავშირებით, რომ კომისიის წევრის უფლება-მოსილებები რეალურად ამ დებულებით გაწერილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილებას კომისია იღებს ხმების უმრავლესობით, მე ვფიქრობ, რომ აქ კომისიის წევრის უფლება-მოსილებები უნდა იყოს გაწერილი, რომ კომისიის წევრს აქვს უფლება, არ აქვს უფლება რაღაც ინიციატივის გამოსაკითხი პირის დაბარების, რაღაცა დოკუმენტაციის გამოთხოვნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და ეგ წერია რომ ზოგადად აქვს კომისიას ამის უფლება და მე დავუშვათ როგორც კომისიის წევრს ან ნებისმიერ ჩვენ კოლეგას გვაქვს ამის უფლება რომ დავაყენოთ თუ არა გვაქვს და ეს ვფიქრობ რომ კარგი იქნება ძალიან რომ დებულებაში იყოს წარმოდგენილი. ეხლა ჩვენ უბრალოდ ამისი დრო არ ქონდა ეხლა რომ დეტალურად ეს გაგვეწერა და წარმოგვედგინა გამომდინარე იქიდან რომ პრაქტიკულად სულ 15 წუთი ქონა ამის გადასახედად, მაგრამ შემდეგი ხდომისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ კომისიის წევრის უფლება-მოსილებები წარმოვადგინოთ და დებულებაში შევიტანოთ ცვლილება. მადლობა ბატონ შალვა. პრინციპში, ყველა საპარლამენტო სტრუქტურა ისე მუშაობს, რომ ნებისმიერ წევრს აქვს შეთავაზების გაკეთების უფლება. ეხლა აქ დებულებაში ამის ჩაწერა ალბათ ძალიან სასცილო იქნება, თუმცა შემდგომში გადაწყვეტილებას იღებს კომისია თავის დადგენილი და დებულებით დადგენილი წესებით. თქვათ, გარდა ამ საკითხისა, რასაც თქვენ ამბობთ,
წევრის უფლებამოსილებაში რა უნდა გაიწეროს, ახლა ერთპუნქტიანი ნაწილი ხო არ იქნება დებულების და მე ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივადაც ასე არის და ვფიქრობ, რომ დებულებაში ამის ჩაწერა არ არის საჭირო, თუმცა რა თქმა უნდა კოლეგებმა თქვენი მოსაზრება გამოხატეთ. ზოგადად მას კანონი არეგულირებს და როგორც ვიცი ხო პარლამენტის წევრს ნებისმიერ წევრს შეუძლია ინფორმაციის გამოთხოვნა. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, კიდევ დამატებით რატომ არის დასაწერი ვერ ხვდები. მოგესალმებით, მეგობრებო, მე ბატონ შალვას ასე ვთქვათ მივცევ შესაბამის ახსნა განმარტებას გამომდინარე იქიდან რომ მე გახდით წინა საგამოძიებო კომისიის წევრი ბატონ ელია იმყოფებოდა ასევე და პრაქტიკაში გვაქვს ჩვენ ეს გამოცდილება პირველ რიგში თეორიულად რომ რაც თქვენ იკითხეთ კომისიის წევრს აქვს თუ არა დაბარების უფლება, გამოკითხვის უფლება ცალკე კომისიის წევრს ეს უფლება არ აქვს. აქ ჩვენ რომ ჩავწეროთ, ეს იქნება ანტიკონსტიტუციური. ანუ აქ განსხვავებულ პოზიციას ჩვენ დებულებაში ვერ ჩავწერთ გარდა იმისა, რაც აქვს საპარლამენტო კომისიას, როგორც მასში კონსტიტუციაში, ასევე რეგლამენტში. ჩვენ თუ წავიკითხავთ კარგად, როგორც საკონსტიტუციო ჩანაწერს, ასევე რეგლამენტს, საგამოძიებო კომისიის მუშაობის, იქაც არ არის ესე გაწერილად თითეული წევრის უფლებამოსილება, გამომდინარე იქიდან, რომ იგულისხმება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასე თითეულ წევრს არ აქვს არც გამოკითხვის, არც დაბარების უფლება. მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს საშუალება, როგორც ეს წინა სხდომაზე იყო, წინა კომისიაზე იყო, რომ თითოეულ წევრს აქვს უფლება, წევრს ან წევრებს დააყენოს გამოკითხვის, ინფორმაციის მოწოდების და ნებისმიერი ასეთი საკითხი და შემდგომ რა თქმა უნდა ეს უკვე წდება კომისიაზე შემადგენლობის უმრავლესობის მიხედვით. აი ეს თქვენ რაც გამოთქვით, ასე ვთქვათ, დავაზუსტოთ თუ შეიძლება. კი ბატონო, კი. ბატონ გურამ, მე არ მithქვავს, რომ დაბარების მოთხოვნის უფლება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას კომისიის წევრი ვერ მიიღებს, იმიტომ რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მაგრამ კომისიის წევრს, რომელიმე პიროვნების, თანამდებობის პირის, თუ ბიზნესის წარმომადგენლის, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დაბარების მოთხოვნის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არ ჰქონდეს, ალბათ უნდა ჰქონდეს და ეგ მაგას ვამბობ მე რომ მოთხოვნას ამბობთ თუ საკითხის დაყენების, ხო? დაბარების საკითხის დაყენების. გადაწყვეტილებას ერთი წევრი ხო ვერ მიიღებს რა, ბუნებრივია. თავისთავად ანუ ყველას გვაქვს ამის უფლება. კომისიის წევრს რო კომისია თუ არ დააყენა რაღაც საკითხი და მე როგორც კომისიის წევრმა, რომელიც მე ვთვლი მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა დადგეს კომისიის წინაშე, ესათვის პიროვნება უნდა მოვიდეს კომისიაზე, უნდა გქონდეს კომისიის წევრს იმის უფლება, რომ ეს თქვას, თუ არა, დებულებით არ უნდა იყოს თქო ეს გაწერილი. ბატონ შალვა, ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ, თქვენმა ერთმა წევრმა 5 წუთია გისმენთ აყენებს საკითხს და ნორმალურია. ეს წერია სადმე. ის რომ კომისიის წევრს დაყენების უფლება აქვს, საკითხის ზოგადად დაბარების კი არა. ნებისმიერ რა თქმა უნდა ეს ესეა. აი ხა თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არა ჩაწერილი, მაგრამ არ არის რასაჭირო იმის ჩაწერა, რაც ეს მოცემულობაა, ხა დაყენების უფლება გაქვთ ნებისმიერი საკითხის. არა მარტო იმის დაბარების. ეგ ჩვენი მოსაზრებაა. კომისიის წევრის უფლებები გაწერილი არის საქართველოს კონსტიტუციაში და ის მოიცავს დაყენებას საკითხის, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, რატომ უნდა დამატებით ჩაიწეროს ეს დებულებაში, უბრალოდ ამიხსენით. აი ხო, ამიხსენით უბრალოდ. დავამატებ თუ შეიძლება წმინდა სამართლებრივად რო ვთქვათ, კომისია თავის შინაარსით კოლეგიალური ორგანოს მსგავსი წარმონაქმნია, შესაბამისად მისი წევრები ამ კუთხით მონაწილეობისა და საკითხის დაყენების კუთხით თანაბარი ასე ვთქვათ, საშუალებით სარგებლობენ, გარდა ამ დებულებისა, როგორც კოლეგებმა თქვეს და თავმჯდომარემაც თქვა, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ რეგლამენტი, რომლის საფუძველზე არის ეს კომისიას შექმნილი და თუ ეხა კიდე დეტალებში ჩავართ, სამართლებრივი ანალოგია, აი რომ საერთოდ არ დავარღვიოთ ყველაფერი, სამართლებრივი ანალოგიის კუთხით ის არის ჩაწერილი კომისიის წევრს არათუ საკითხის დაყენების კომისიის ხდომის დახურულად გამოცხადების მოთხოვნის უფლებაც კი აქვს, ასე რომ
ბატონშალ დაგიზუსტებთ. ჩვენი მიზანი არის რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაქსიმალურად ინკლუზიური, იმედი გვაქვს რომ მიდგომა იქნება ძალიან საქმიანი და ყველა ერთად მივიღებთ საუკეთესო ზომებს, რომ აღნიშნულ სექტორებში მნიშვნელოვან შედეგს მივახციოთ. ეს არის ჩვენი მიდგომა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ საკითხები, რომელიც თქვენ მიიჩნევთ, არის აუცილებელი, ჩვენი ამოცანა რომ მოგისმინოთ და საერთოდ ერთად მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აი ეს არის ამ აღნიშნული კომისიის მიზანი. გალოთ. კარგით, თუ სხვა კითხვები არ გვაქვს, წინანდება მაქვს რომ დებულებას კენჭი უყაროთ. ვინ არის მომხრე? ძალიან კარგი. დიდი მადლობა. პირველი სტომა იყო საორგანიზაციო მომავალ კვირიდან გვექნება უკვე გადავალთ სამუშაო რეჟიმში. მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ კომისიის მიზანია, რომ სრულყოფილად შეისწავლოს აღნიშნული სექტორები, პროცესი იყოს რაც შეიძლება გამჭვირვალე, ყველასთვის მიზნად გვაქვს, რომ სექტორების ლიდერი, წარმომადგენლები მოვიწვიოთ, მათთან ერთად ვისაუბროთ, რა პრობლემებია, რა გამოწვევებია, როგორ შეიძლება პროცესების ოპტიმიზაცია, როგორ შეიძლება რომ ბიზნეს სექტორები გავხადოთ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო მეტად გამჭვირვალე, უფრო მეტად პროცესები იყოს ასე რომ ვთქვათ, ოპერაციულად ეფექტური, რაც საბოლოო ჯამში აისახება როგორც ფასების შემცირებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კომისიის პარლებში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. და ყველას წარმატებებს გისურვებთ და ჩემი მოლოდინია ის, რომ ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი მუშაობა გველის წინ. დიდი მადლობა. გისმენთ? მივესალმებით ნამდვილად აღნიშნული კომისიის შექმნას. მოლოდინები, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მხრიდანაც, არის მოსახლეობის მხრიდანაც და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას და ჩვენი კვლევა სწორედ იქითკენ უნდა წარიმართოს, რომ დავადგინოთ ფასწარმოქმნის მექანიზმები და ამ ფასწარმოქმნის მექანიზმებში რამდენად არის დაცული სამართლიანი კონკურენციის პირობები. გადაწყვეტის მექანიზმები თუ რეკომენდაციები, რომელსაც შევიმუშავებთ, ეს რა თქმა უნდა იყოს მიმართული როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვისაკენ, ასევე მსხვილი ბიზნესის დაცვისაკენ, რათა ყველას ჰქონდეს სამართლიანი თანაბარი პირობები ბაზარზე ოპერირებისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სათანადო დონეზე უნდა იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. ეს არის ჩემი აზრით ამოსავალი წერტილი. და ჩვენი კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისათვის რეკომენდაციების შემუშავება, რაც უნდა გარდაიქმნა შემდგომში კანონად, რაც იქნება იმის გარანტი, რომ მომავალში არასამართლიანი ფასწარმოქმნისაგან თავი დაიზღვიოს ნებისმიერი დარგის, ნებისმიერი მიმართულებით, რათა ასეთი არასამართლიანი ფასწარმოქმნა, რომელიც ბაზრის ობიექტურ პირობებს არ პასუხობს, თავიდან იქნეს აცილებული. ეს იყოს ერთგვარი პრევენციაც და ერთგვარი დაზღვევაც მოსახლეობისათვის, იმისათვის, რომ მათი კეთილდღეობის დონე შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ ზრდას, იმ უპრეცედენტო ქვეყნის განვითარებას, რასაც დღეს საქართველო განიცდის მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების პირობებში, რომელსაც ვაზღვევთ ასე გაერთიანებულად და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აი ესეთ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას, ვიწყებთ მუშაობას და არ ვიგერიებთ იმ უაზრო სლოგანებს, იმ უაზრო იარლიყებს და რევოლუციის, რა ვიცი, უკვე მერამდენე მცდელობას, რაშიც იხარჯება ჩვენი დრო და ენერგია, ამის მაგივრად, რომ აი ესეთ მართლა რეალურად ქვეყნის განვითარებისაკენ მიმართულ და მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის ვიზრუნოთ. აი სწორედ ამაზე რო იყოს ჩვენი მუშაობა კონცენტრირებული, აი ამის მაგივრად ამდენი ხანი უნდებოდით ელემენტარული რევოლუციების მოგერიებას, ამ ტყუილი სლოგანების, იარლიყების მოწებების და სხვა ათასგვარი მავნებლობის, იგივე რომელიც მიმართული იყო არა მარტო პოლიტიკური გადატრიალებისაკენ, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისაკენ იყო, განვითარების წინააღმდეგ იყო ეს ყველაფერი მიმართული. ასე რომ მისასალმებელია ძალიან ბევრი ასპექტის და ფაქტორის გათვალისწინებით ამ კომისიის შექმნა და ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე კონსტრუქციულად იქნება ჩართული ამ კომისიის მუშაობაში.
მე გულისხმობ როგორც საპარლამენტო პარტიებს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე იმ ბიზნეს აქტორებს, რომლებსაც ჩვენ გვექნება შეკითხვები და გვექნება გარკვეული დიალოგი მათთან ურთიერთობაში, რათა ობიექტურად დავადგინოთ სწორედ ის ფაქტორები და სწორედ ის მომენტები, რაც გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება იყოს პრობლემატური სამართლიანი ფასწარმოქმნის პირობებისათვის. მადლობთ. ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით კომისიის მუშაობაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები, შეთავაზებები, ინიციატივები, რომელიც კომისიას წარუდგენთ და ის შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ, რაც შეიძლება სწრაფი ეფექტი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალურად ადრე იგრძნოს აი ამ სოციალური წნეხის, ასე ვთქვათ, შემსუბუქება, ვფიქრობ, რომ კომისია ჩვენს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს, ინიციატივებს და წინადადებებს გაითვალისწინებს და ის საბოლოო შედეგები, როდესაც შეჯამდება კომისიის მუშაობა, იქნება ასახული და გათვალისწინებული. გით მადლობთ, უბრალოდ ეს საორგანიზაციო შეხვედრა იყო, რაც შეეხება გადაწყვეტილებებს და ინიციატივებს, ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა, პროცესი უნდა განიმართოთ, ჯერ შევისწავლოთ, დავინახოთ რა პრობლემებია, შემდეგ ერთად გავსაზღვროთ რა მექანიზმები არსებობს არსებული პრობლემების აღმოფხვისთვის და მესამე პოზიცია იქნება, მესამე ეტაპი იქნება, როდესაც არსებით შედეგს მივიღებთ, ამიტომ არ გვინდა წინასწარ, ასე რომ ვთქვათ, მისი წინსწრებით პროგნოზები ვაკეთოთ, შევისწავლოთ, შესწავლა პროცესს ვენდოთ, მთავარია პროცესი გადაგვანახებს რა გზით უნდა ვიაროთ, როგორ მივიდეთ შედეგს. წარმატებას გისურვებთ ყველას და დიდი მადლობა და წარმატებები.